ნიშნავს რამეს ეხა ეს მერაბის გამარჯვება ანაკ მარცხი RAF-ში Real American Wrestling-ში ჭიდაობა რა ეხა სეხუდოს თუ იმენა თავისუფალ ჭიდაობაში მოუგე დიდი ამბავი რა ჩემი აზრით მაგრამ თან იქ ხო იცი ენა ზვალი არა ხალხი და ფანი რა სიტყვის მაღაზი არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და უბრალოდ მერაბი არის ძალიან ის აი შოუმენი არის რა და მე მგონია რომ ეს მომენტი იქნება მისთვის ხოაზე ხა რაღაცა მომენტი რომ გახმაურდეს ისევ რა აი თავისებურად რო უყარს რა მერაბის BJJ გამოსვლები ნანახი გეკნებათ რა Pure BJJ ეს აკეთებს ხოლმე რა ძალიან შოუმენი არის რა ეხა ვერ მოიგო და decision-ებით აქ მარცხი ყველა ხო გონი მაგრამ decision-ები და აქ გონია რომ მერაბი იქნება ძალიან show-off-ი და რაღაცეებს იზამს რა ძალიან ისეთ მომენტებს ანუ viral მომენტები იქნება რა აქ მერაბისთვის და მაგრამ ჩემთვის ანუ მოსალოდნელის მატჩი არის რადგან მაგარი საინტერესო არის იმიტომ რომ ახლა win-win მარა რეალურად თავისუფალი ჭიდაობის მონსტრი არის სეხუდო ვინმეს თუ დაავიწყდა ტიპი არის ანუ freestyle wrestling-ის მონსტრი ოლიმპიური ჩემპიონი და სასწაული ტიპი რა მე ვფიქრობ მაგ ნებისმიერთან მოხზე სახება არ მინდა სუდად გამომივიდეს რა ვიცი რა მერავს რო შემატკირო რა ვიცი მაგრამ სეხუდო ფავორიტი მგონია მე მაგ მაშინ საკმაოდ ფავორიტი მგონია იმენა მისი არეალია სეხუდოს არეალი სხვაფში სხვა არის თავისუფალ ჭიდაობა MMA-ში როდესაც დარტყმის მერე შედიხარ და როდესაც საერთოდ სხვა სტენსი აქვს რა და საერთოდ სხვა არის აი თავისუფალს რო ჭიდაო და მოხრილი რო დგახარ და ეგრე რო ჭიდაო აი რადიკალური განსხვავება არის მაგაში და რა და ეგ მაგრად იცის ერთი რამე რო დავამატოთ მაგას სასახარო სეხუდო მაგარი მოჭიდავე მაგრამ სეხუდო ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 19 წლის წინ იყო 20 წლის იყო სეხუდო მაგის მერე დაანება თავი ჭიდაობას და იყო კრივი გახდა კრივში რაღაცების ჩემპიონი შტატი მოიგო ის მოიგო რა ანუ კრივზე გადაერთო მთლიანად მერე დაიწყო MMA-ში ხუბი მერე რაღაცა ეს კამარი მერე ის კამარი მერე დაანება თავი 3 წელი არაფერს აღარ აკეთებდა მერე დაბრუნდა და ჩემი აზრით ეგ უნარები არის ყოველდღე რო უნდა ამუშაო და ანუ შესანარჩუნო ანუ მაგალითად მე ხო ეხა ესეთი არაფერი არ ვარ რა აი მოყვარული გისერი ვარ ერთი თვე რო ვერ ვივარჯიშებ აი რა ეხა სოკო მქონდა რა ერთი თვე რო ვერ ვივარჯიშებ რომ მოვდივარ მგონია რომ არაფერი არ ვიცოდი ანუ იმდენად მაკლდება ის მუზნესი ბას იმის მამინდა საბოლოო ჯამში რომ რახან 19 წელი გავიდა ოლიმპიადიდან ვერა გვიქავს ეხუდო რომ ეგეთი მაგარი მოჭიდავია ისევ დღეს მგონია რომ ეგ აღარ აქვს მით უმეტეს მოჭიდავე რომელიც არის 60 კილო ის იმიტოა ძალიან მაგარი რომ მაგწონაში ამ ტიპები არიან ქარბორბალები ანუ სუტემში სუზანჩქარა ანუ სხვა სტილი არის ეგ რო იყოს 120 კილო და მაგას აქში კიდე არ აუშავს მაგრამ 60 კილო მოჭიდავე რომელიც უკვე 40-ის ხდება თავის მთავარ უნარს კარგავს რა იმ ტემპს ვეღარ შეინარჩუნებს ძალიან უფრო მალე დაიღლება ძალაში უპრეცობა არ ექნება მერაბთან და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ანუ არ არის ეხუდო დღეს რაღაც აი მონსტრი მოჭიდავე აღარ არის რა ჩემი აზრით ეხლა მაგენ ჭიდაობა 70 კილოში და 70 კილოში ხო ანუ 70 კილოში ისეთ სიჩქარე ვერ ექნება ეხუდოს რა თქმა უნდა რაც ორიგინალური სიჩქარე უნდა ქონდეს რა ანუ შენი ტეიკი ძალიან მომეწონა მაგ მომენტში ხო ხა რა რომ კარგავს უნარს და მე ზოგადად ის აზრია რაც ის დაჭერაც მინდოდა ზოგადად რა რომ მერაბა მოიგოს მინდა რომ ლეგიტიმურობა მაიმატოს მის და არ დააკლდეს რომ ახლა თქვა ჭუბი წააგო მე მატჩი წააგო გრეპლინგში და მე გახვიდე და პიტერ იანს ეჭუბო ანუ ტეხავს ზღვაზე ხარ რა წააგე და კიდე გადიხარ და საჭუბრად რა მაგი მომენტი არის გონია რომ მოუგებს მოკლედ მერაბი დღეს აი ხა მოუგებს ეს გეთანხმები სხვათა შორის და უბრალოდ არ ვიძახი მაგას რა აი მეც I'm leaning towards Merab და მართლა მგონია იმიტომ არა რომ მიკერძოებული ვარ რომ რახან ქართველი აი ამ მომენტში მართლა ესე მგონია და მეც გეთანხმები რა ისე უფრო საინტერესო იქნებოდა
რომ სხვას ერთადერთი აი ვისყოფილიყავით. ხვირის ამბავი არის. თუ ვისი? ეს უმთქავს ვერ ცხვირის, მოუგებს. ცხვირის.